საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. ევროპარლამენტის რიგით მეათე რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ. უსაფუძვლო ბრალდებები, მუქარა სანქციებით და საქართველოს მოსახლეობის სეგრეგაციის მცდელობა. რას ითხოვენ ოპოზიციის მოკავშირე, ევროდეპუტატები და როგორია ოფიციალური თბილისის პასუხი. სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ნაცმოძრაობის მორიგი რებრენდინგის მცდელობა. შეძლებს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი ლიდერის იმედების გამართლებას და შეცვლის თუ არა თავმჯდომარის ჩანაცვლება პარტიაში არსებულ რთულ მდგომარეობას. რა ეტაპზეა ახალი სკოლების მშენებლობა და როდის დასრულდება შეფერხებული პროექტები. მიმდინარე სამუშაოებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია პასუხისმგებელმა უწყებებმა სკოლის დირექტორებსა და მშობლებს მიაწოდეს. იყვებით რამდენიმე წუთში. ახალი რეგულაციები ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით. მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება. როდის ამოქმედდება ცვლილებები. ევროპარლამენტის რიგით მეათე რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის პასუხი. ხელისუფლება რეალობას აცდენილს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს დოკუმენტს, რომელიც წინა რეზოლუციების ანალოგია. უსაფუძვლო ბრალდებები, ტრადიციული მოთხოვნები და მუქარა სანქციებით. ახალი რეზოლუციის შინაარსი ძველი დოკუმენტების იდენტურია, თუმცა გვხვდება ერთი განსხვავებული ჩანაწერი, რომლითაც ევრობიუროკრატია ქართველ ხალხს მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად ყოფს. ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას მოითხოვს NGO სექტორის აქტივისტებისთვის და ჟურნალისტებისთვის. მართალი გუნდის შეფასებით, ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის სეგრეგაცია მკაფიო ლუსტრაციაა იმისა, რომ ანტიქართული დოკუმენტის ავტორებისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მათი ინტერესების გამტარებლები და არა ქართველი ხალხი. სალომე გობრონიძე გიამბობთ. იცვლება მხოლოდ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციების რაოდენობა, თუმცა ტექსტი და მოთხოვნები დოკუმენტის ავტორების მსგავსად წლიდან წლამდე უცვლელი რჩება. რიგით მეათე რეზოლუციით ევროპარლამენტართა ეს ჯგუფი ისევ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წუხს და დამნაშავე ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს. ეს მაშინ, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან მისი პარტიის პოლიტიკური კრიზისით და ნაცმოძრაობის რებრენდინგით არის დაკავებული. სააკაშვილის გათავისუფლების ტრადიციულ მოთხოვნასთან ერთად რეზოლუციის პუნქტებში რჩება მოწოდება უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებითაც. თუმცა წინა ცხრისგან განსხვავებით მეათე რეზოლუციით ევროპარლამენტარებმა ქართული ხალხის დაყოფა გადაწყვიტეს და მათი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად პრივილეგიების მინიჭება NGO-ებისთვის, აქტივისტებისთვის და ოპოზიციური მედია საშუალებებისთვის მოითხოვეს. დოკუმენტით ევროპარლამენტი ევროკომისიას თხოვს შექმნას ისეთი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც უვიზო რეჟიმი მხოლოდ ამ კონკრეტულ ჯგუფებს შეუნარჩუნდებათ. მოვუწოდებთ კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში. ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის სეგრეგაცია მმართველი გუნდისთვის მკაფიო ლუსტრაციაა იმისა, თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და რომ მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მათი ინტერესების გამტარებელი ჯგუფები და არა ქართველი ხალხი, რომლის მხარდაჭერითაც ისინი მუდმივად აპელირებენ. ზოგადად ამ რეზოლუციაში თუ ანგარიში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, რომ სერიოზულად შეაფასო ეს დოკუმენტი. ეს არ არის მხოლოდ მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, მხოლოდ ერთადერთი მცდელობა, ასეთი ჩვენ ბევრი ვნახეთ. ერთის მხრივ პოლარიზაციაზე გვესაუბრებიან, მეორეს მხრივ ყველანაირ მექანიზმს და ყველანაირ საშუალებას იყენებენ იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული იყოს, კიდევ უფრო დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული, რაც ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება სწორედ ევროპარლამენტარების ხელით და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელით. სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის ნათელია რეზოლუციის ავტორების რეალური მიზანით. საქართველოში გამოიწვიონ მღელვარება და ამით რევოლუციური სცენარისა და ექსტრემიზმისთვის საფუძველი მოამზადონ. ამას ადასტურებს ოპოზიციის განცხადებებიც, რომლებიც უცხოელი მოკავშირეების მსგავსად თავადაც ცდილობენ ქართველი ხალხის დაყოფას და ამბობენ, რომ მიესალმებიან მათი მეგობრების მიერ მომზადებულ მორიგ დოკუმენტს. ბრიუსელის მხრიდან გამიჯნულია ქურდები, კრიმინალები,
კორუფციულ დანაშაულში მხილებული პირები და ქართველი ხალხი. ოპოზიცია სრულად ეთანხმება რეზოლუციის იმ ნაწილსაც, რომლითაც ევროპარლამენტარები LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული და გამჭვირვალობის კანონების გაუქმებას ითხოვენ. ევროპარლამენტის მორიგი ანგარიში საქართველოზე თავდასხმად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად ფასდება სახელმწიფო გუნდში. მართველი პარტიისთვის ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარი არასერიოზულია, მით უფრო იმ რეზოლუციების ფონზე, რომელიც სამართლიანობასთან ერთად ევროპულ პრინციპებს აცდენილია. ადგილი, სადაც სიტყვის თავისუფლებაზე ტრიბუნებიდან ბევრს საუბრობენ, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის სივრცედ იქცა. სწორედ ასე ხედავს მართველი გუნდი რეზოლუციის იმ ჩანაწერს, რომლითაც ევროპული სტრუქტურა ქართული დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის, ტელეკომპანია პოსტევისთვის, იმედისთვის და რუსთავიორისთვის შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს. რეზოლუციის ეს ნაწილი იკითხება როგორც რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი სერიოზული ახალი მიმართულება, ვინაიდან ძველმა ვერცერთმა მიმართულებამ ვერ გაამართლა. უნდა დაისაჯოს ყველა ის, ვისაც არ უნდა დაუჯეროს მარტა კოსის თუ კობილიუსის თუ იკვნევიჩუანის მითითებებს. ეს არის ფორმულირება, რომელიც ამის გარდა არაფერს არ გამოხატავს აბსოლუტურად, მაგრამ კვლავ იმედი რჩება და აი აქ ყველაზე შემაშფოთებელია, რომ საზოგადოების დაპირისპირების სცენარი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ეს რეზოლუცია არის მორიგი ილუსტრაცია იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს უსამართლო დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს. ამ შემთხვევაში უკვე სამი ტელევიზიის დასანქცირებასაც ითხოვენ. ფაქტობრივად პირდაპირ ამბობენ, რომ მხოლოდ პირველი და ფორმულა უნდა დარჩეს და მოუწყებლობდეს საქართველოში. ისევ ითხოვენ არჩევნების ჩატარებას, როდესაც ერთი მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ასევე კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა სიახლე არ არის. ამ შემთხვევაში გრძელდება შანტაჟი ვიზა ლიბერალიზაციით, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ არის გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც ეს არ უნდა შეეხოთ თეორიულად, თუ ეს ყველაფერი მოხდა და რა თქმა უნდა ხა ჩვენ კარგად ვიცით ამ გარკვეულ ჯგუფში, ვისაც მოიაზრებენ, ისინი სამოქალაქო საზოგადოებად კოლექტიურ ლომჯარია გიგაურებს და რა თქმა უნდა კოლექტიურ ნოდარ მელაძიებს. თუ დააკვირდით, ძალიან საინტერესო პასაჟი იყო, რომ დააწესეთო სანქციებიო ამ უიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ჩამონათვალი გააკეთეს და არასამთავრობო ორგანიზაციები არა. ესე იგი, თავისი აგენტურა ვინც არის, ესე იგი, იმათ თურმე არ უნდა შეეხოს ეს. და დანარჩენ მთელ ქართულ მოსახლეობას მათ შორის თქვენ თურმე უნდა შეგეხოთ. აი ესეთი დამოკიდებულებაა. სეგრეგაციას ახდენენ ყველგან, მაგრამ ეს ჩვენზე როგორც ვამბობ, ზეგავლენას ვერ მოახდენს. ქართული ოცნება მკაცრად გმობს ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენებას ქართულ სახელმწიფოზე ზეწოლისთვის და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დეზინფორმაციულ ანგარიშებს არანაირი პოლიტიკური ზონა არ აქვს. განსაკუთრებით გაუფასურებულია იმ ევროპელი პოლიტიკოსის ანგარიშები, რომელმაც ქართულ ხალხს პოლიტიკური არჩევანის გამო შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა. 426 ხმით 145-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადებული და რიგით მეათე ანტიქართული რეზოლუცია გუშინ დაამტკიცა. სააკაშვილის მორიგი ერთპიროვნული გადაწყვეტილება და პარტიული კრიზისი ნაცმოძრაობაში. ლიდერის ახალი ფავორიტი ლიდერის მითითებების შესრულებას შეუდგა. ნანუკა ჟორჟელიანი უკვე პარტიულ წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. მისი პიარ მენეჯერობა კი პატიმარა ექს-პრეზიდენტს საკუთარ თავზე აქვს აღებული. ჩანაცვლების გადაწყვეტილებით განაწყენების მიუხედავად თინა ბოკუჩავა ნაცმოძრაობიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა ლიდერის მიმართ ნათქვამი საყვედურის გამო ახლა მასზე მთელი პარტიაა განაწყენებული. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დღეს ნაცმოძრაობის მოქმედ თავმჯდომარეს პარტიის რიგითმა წევრებმა ანტი-მიშა კამპანიაში ჩართვისთვის უსაყვედურეს. აღიარეს ისიც, რომ სააკაშვილის პარტია ღრმა ინსტიტუციურ კრიზისშია. ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა ნანუკა ჟორჟელიანი ლიდერის იმედების გამართლებას და შეცვლის თუ არა თავმჯდომარის ჩანაცვლება პარტიაში არსებულ რთულ მდგომარეობას. ანა შანიძე დეტალებით. მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემდეგ ლიდერის ფავორიტმა პარტიული წინასაარჩევნო კამპანიის სტარტი აიღო. ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე რეგიონებშია და სააკაშვილის დავალებით პარტიულ აქტივს ხვდება. თუმცა ექს-პრეზიდენტის რჩეული ჯიუდა დაამტკიცებს, რომ პატიმარი ლიდერის სურვილებს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ბაბლი. თქვენ წარმოიდგინეთ, მნიშვნელობა არ აქვს მიშას სურვილებსაც კი. 5 წელი საპატიმროში ყოფნა, როცა ინფორმაციებს და განწყობებს მაინც შერჩევით გაწოდებენ, გიკარგავს სწორ აღქმებს. ჩამოფრინდი თუ არა მიშას თხოვნით აეროპორტიდან პირდაპირ აჭარაში წავედი და რეგიონის პარტიის წარმომადგენლებს შევხვდი. შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელს და მიშამდე მივიტან მათ სურვილებს და ხედვებს. ამის შემდეგ გადაწყდება მიშას კანდიდატი ნანუკა თუ სხვა.
აეროპორტიდან პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ნანუკა ჟორჟოლიანის PR მენეჯერობა საკუთარ თავზე პირადად აიღო პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა. ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თინა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში როგორც ერთ-ერთი ლიდერი უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით. თინა ბოგუჩავას გამოცდილება და პოტენციალი გუშინ არ უხსენებია, როდესაც ბრიფინგისკენ მიმავალ მოქმედ თავმჯდომარეს გზად მოულოდნელი პოლიტიკური გადაწყვეტილება დააწია. მისი ჟორჟოლიანის ჩანაცვლების შესახებ Facebook სტატუსით გაგებულმა ამბავმა ბოგუჩავა ისე გაანაწყენა, რომ მრავალწლიან პოლიტიკურ ერთგულებაში მყოფმა ლიდერი პირველად გააკრიტიკა და არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა, თუმცა წყენის მიუხედავად პარტიიდან წასვლას მაინც არ გეგმავს. ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვარტო ის, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს თქვი. რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ბოლომდე. სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემდეგ შიდა პარტიული პრობლემები სააშკარაოზე გამოვიდა. ნაცმოძრაობის რიგითი წევრების ნაწილი ვერ მალავს, რომ პარტია ღრმა კრიზისშია. ნაწილი კი ფაქტის დამალვას ცდილობს, თუმცა არ მალავენ იმას, რომ მოქმედი თავმჯდომარის ნანუკა ჟორჟოლიანის ჩანაცვლებას ემხრობიან. ლიდერის ფავორიტს იწონებენ, თინა ბოკუჩავას კი რიტორიკას უწუნებენ. პოლიტიკური მოცემულობაა, რომ პარტია სჭირდება ახალი ენერგია, ახალი სიცოცხლე, გარდაქმნა, გაძლიერება. მე თინათი ბოკუჩავას ყველაფერში ვეთანხმები, რაც საგარეო ასპარეზზე ჩვენ პოზიციას უკავშირდება, თუმცა მისი განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირადად ჩემთვის არის მიუღებელი. არავის არ ურჩევ ანტინიშა კამპანია შეუერთდეს. მეგობრებო, მოდით შევხედოთ რეალობას და ღიად ვთქვათ ის, რაც ბოლო 2 წელია ყველამ ვიცით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია. ბოლო პერიოდის სტაგნაცია, მომრჩევლის დაკარგვაში და პარტიული კომუნიკაციის პრობლემები და ფინანსური საკითხები, პოლიტიკური უმოქმედობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ივლისში სრული შიდა არჩევნების ჩატარების შესახებ არის ერთადერთი სწორი გზა. ჩვენ არ გვაქვს კიდევ 2 წლის დაკარგვის ფუფუნება. ივლისში NM-ს სრული რეფორმა და გადატვირთვა გარდაუვალია. მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც ბრძოლა და რისკის გაღება შეუძლია და არა მათ, ვინც სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობს. ვადის ამოწურვა და გადადგომა არ არის ტრაგედია ან კრიზისი. ეს დემოკრატიის ნორმალური მუშაობა. პარტიას სჭირდება არა კოსმეტიკური, არამედ ძირეული სისტემური ცვლილებები. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება. ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებად წარმოჩენილ შიდა პარტიულ კრიზისზე არაფრის თქმა არ სურთ მათ, ვინც პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით სააკაშვილის პარტიის შესახებ ბევრი იციან. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში, რა ხდება, ეს არ არის ჩემი საქმე, სხვა პარტიაში რა განვითარებები აქვს მოვლენებს, ამაზე უნდა იფიქროს იმ პარტიამ, რომელშიც ეს მოვლენები ვითარდება. ნაციონალური მოძრაობის თვითგადარჩენის მცდელობა, პროცესების ლოგიკური გაგრძელება ამ მმართველი გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ პარტიაში არსებული დაპირისპირება და კრიზისი სააკაშვილის პარტიის პოლიტიკურ დასასრულზე მიუთითებს. Ეჩნია, სწორედ რომ მისი ბანერი არ არის მოწინავე პოზიციაზე, როდესაც მიტინგს მართავენ, მათ შორის აი ამ ექსტრემისტული პროცესების განვითარების დროს. მეაჩნია, რომ ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო იმისათვის და ჟორჟოლიას მეტი რესურსი გააჩნია და ეხლა ვინ აჯობებს ერთმანეთს ამ დესტრუქციის და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში, ამას ხედავს აი ამ ნიშნით და ამ რაკურსით აფასებს სააკაშვილი ამ ორ ქალბატონს შორის არჩევანს. არანაირი განახლების რესურსი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც რაღაცას არ მოადგენს ამ ქვეყანაში, რაღაცა რეპუტაცია აქვს შექმნილი, ხო, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება, რა თქმა უნდა, არავის არ სურს. ანუკა ჟორჟოლიანზე არ ვიცი, ხა ბევრი რა ვილაპარაკო, არ ვიცი, ხა პლინტუს ქვემოთ ჩადის ეს პარტია, ისედაც არ აქვს და პლინტუს ქვემოთ პოზიციები, მაგრამ ნუ კიდე თუ რაღაცა არსებობს იმის ქვემოთაც აპირებენ ჩასვლას. როგორ დასრულდება ძალაუფლებისთვის ბრძოლა და რა შეცვლის? სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაწყებული ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობაში. ეს უახლოეს პერიოდში, განსაკუთრებით კი პარტიული ყრილობის შემდეგ გამოჩნდება.
ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა ახალი უწყება სააგენტო აწარმოეს საქართველოში ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. კორპორაცია მცირე საშუალო და მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერაზე იმუშავებს. მარიამ ქრივიშვილის განცხადებით ახალი სტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი მუშაობას უკვე შეუდგა. ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა. მარიამ ქრივიშვილმა ახალი სტრუქტურის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში იზრდება როგორც უწყების მასშტაბი, ასევე პასუხისმგებლობა. სტრუქტურა სააგენტოს აწარმოეს საქართველოში ბაზაზე შეიქმნა და მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. რამდენადაც ხელშესახებია ის შედეგები, ის იკეთებები, რომელიც აწარმოეს საქართველოს ჩვენ ქვეყანას მეწარმეებს, მცირე საშუალო კონკრეტულ სექტორებს მოუტანა. ამდენად ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მუშაობდით იმისთვის, რომ სწორად დაგვენახა შემდეგი გაფართოების და მასშტაბირების შესაძლებლობები. ეს უკვე აღარ იქნება ტიპიურად მცირე და საშუალო სეგმენტზე კონცენტრირებული ორგანიზაცია. პირიქით, ჩვენი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ უკვე მასშტაბი და ჩვენი ასე ვთქვათ აქტივობების და სერვისების კომპონენტი იყოს უფრო მსხვილი იმისთვის, რომ მსხვილ სექტორებზე თქვენი დადებითი გავლენა უფრო სწრაფად გავრცელდეს. კორპორაციაში ერთიანდება სახელმწიფოს ყველა ის ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის არის შექმნილი. ორგანიზაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც. ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ სტრუქტურა მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული დარგების მხარდაჭერაშიც. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ სააგენტომ ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ეს არის 20,000-მდე მხარდაჭერილი სამეწარმეო პროექტი, ეს არის დაახლოებით 90,000 სამუშაო ადგილი, ეს არის 8 მილიარდ ლარამდე მხარდაჭერილი ინვესტიცია. ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის მუშაობას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მათ შორისაა ექსპორტის მხარდაჭერა, სასესხო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნება და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოზიდვა. ამ მიმართულებით კორპორაცია ეკონომიკაში 40 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. კორპორაცია იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით იმისაც, რომ მხარი დაუჭიროთ ქართული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას. ესენია ექსპორტის მხარდაჭერა, ასევე კორპორაციის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს სასესხო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნებას და ასევე დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოზიდვას. ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტები დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. საბანკო და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ახალი სტრუქტურის შექმნა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ პროექტებთან მიმართებაში უფრო მეტი კომერციალიზაცია იქნება და შესაძლებლობა შეექმნება კორპორაციას მოიზიდოს სახსრები არა მხოლოდ სახელმწიფოსგან, არამედ სხვა რესურსებისგან. კორპორაცია ძალიან მაღალი ალბათობით გახდება ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი, რომ ქვეყანაში შემოვიდეს უცხოური ინვესტიციები, უცხოური კაპიტალი, რომელიც ძირითადში მიმართული იქნება მსხვილი ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის პროექტების დასაფინანსებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს შეინარჩუნოს გრძელვადი ამ პერიოდზე გათვლით მაკროეკონომიკური სტაბილურობა, კონდეს შემდგომი ეკონომიკური პროგრესი და ეკონომიკური განვითარება. ახალი სტრუქტურა დამატებითი ბერკეტია ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო განსავითარებლად. მთავრობის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ორგანიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს. ნაოსნობის და მგზავრთა გადაყვანის ახალი წესები ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე 1 ივლისიდან შიდა წყლებში ძრავიანი მცურავის საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება. მიზანი უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა და ინციდენტების პრევენცია. რეგისტრაციამდე მცურავმა საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებულ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში უნდა გაიაროს. ვისე გავრცელდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულაციები, ლევან წუწუნავა გიამბობთ.
პირველი ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება. კანონმდებლობის მიზანი ქვეყანაში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფაა. რეგულაციები, რომლებიც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერაა დადგენილი, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობას ახორციელებენ ან მგზავრები გადახავთ. ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეებს, მათ შორის ტურისტებს, მათ უნდა გააჩნდეთ ძირითადი ცოდნა და კვალიფიკაცია ამ მცურავ საშუალებებთან მიმართებაში. აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს სამმართველოები სრულ მზადყოფნაშია აღნიშნული პროცესის ორგანიზებისთვის და მიუმართავთ მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს, რომ დროულად უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის შესაბამისად. შიდა სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად აუცილებელი გახდება მართვის სერტიფიკატის ფლობაც. დოკუმენტი 5 წლის ვადით 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირზე გაიცემა, რომელიც გადამზადების პროგრამას სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებაში წარმატებით გაივლის. აღსანიშნავია, რომ 2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი მოხდა. სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა წყალზე ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით დადგენილი რეგულაციები, რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდება 1 ივლისიდან, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად ხელშეუწყობს წყალზე ინციდენტების პრევენციას. 2014 წელს დაფუძნებული შპს მტკვარიონი წლებია მდინარე მტკვარზე, როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ვიზიტორებს ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ორიენტირებულია ქალაქის ისტორიული წარსულისა და კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პოპულარიზაციაზე. კომპანიას 6 რეგისტრირებული მცურავი საშუალება ჰყავს, რომელსაც გამოცდილი სამდინარო სივრცეებისთვის სერტიფიცირებული მეზღვაურები მართავენ. მტკვარიონი მთავარ აქცენტს მგზავრების უსაფრთხოებაზე აკეთებს. რეგულაციების შემოღებას სხვა კომპანიებიც მიესალმებიან. ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, სანაოსნო უსაფრთხოებას შიდა სახმელეთო წყლებზე, ადგილობრივ კომპანიებს მიცემს საშუალებას და გაუხსნის ფართო ასპარეზს ახალი რეგულაციებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. ახალი კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ჩვენი კომპანია სრულად აკმაყოფილებს უკვე. ჩვენი ტრანსპორტები უკვე რეგისტრირებული არის ბაზაში, მინიჭებული აქვს სერიული ნომრები და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყავით კაპიტნების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის დონის ამაღლება. ამ დროისთვის შიდა სახმელეთო წყლების გემების რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია 16 ერთეული მცურავი საშუალება, ხოლო შესაბამისი მართვის სერტიფიკატი 38-მა ფიზიკურმა პირმა აიღო. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებზე პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე, ასევე რეგისტრაციას არ დაექვემდებარება 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის ძრავის არ მქონე მცურავი საშუალებები. უსაფრთხო თანამედროვე და სრულფასოვანი საგანმანათლებლო გარემო მოსწავლეებისთვის ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ სასწავლო დაწესებულებების დირექტორებსა და მშობლებს ინფრასტრუქტურის რეგიონული განვითარებისა და განათლების მინისტრები და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი შეხვდნენ. უწყებების წარმომადგენლებმა მათ მიმდინარე პროექტების სტატუსი და შესრულების ვადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მარიამ რატიანიგი ამბობთ. ქვეყნის მასშტაბით მალე ფუნქციონირებას 50 ახალი საჯარო სკოლა დაიწყებს. მშენებლობების პროცესი აქტიურ ფაზაშია. პარალელურად მიმდინარეობს 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია, ხოლო 10 სკოლისთვის ახალი საპროექტო გეგმა მზადდება. სასწავლო დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მასშტაბური პროგრამის შესახებ დეტალები დღეს 70-ზე მეტი სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეების მშობლებს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს და ამ კუთხით პრემიერ-მინისტრის პირადი ინიციატივა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, მოხდეს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სრული რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში ხორციელდება. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს
ხელისუფლებაში მაქსიმალურად ღიაობის პრინციპი ჩვენ ვესაუბრებით არა მხოლოდ სკოლის წარმომადგენლებს და კონკრეტულ რესურს ცენტრებს, არამედ ვესაუბრებით პირველ რიგში მშობლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან თუ როგორ ინფრასტრუქტურაში და როგორ გარემოში ისწავლიან სამომავლოდ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლები, ჩვენი შვილები. ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მათთვის კონკრეტულად გაგვეცნოთ თუ რა არის კონკრეტული გეგმა ამ სკოლებთან დაკავშირებით, კონკრეტული თარიღებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის საზოგადოება იყოს აქტიურად ჩართული პროცესებში და იცოდნენ ზუსტად ის რეალობა, რა რეალობაც არის. საქართველოში პირველად დაინერგება სისტემური ცვლილება, რომელიც სკოლების მშენებლობის პროცესს უფრო სწრაფს და ეფექტიანს გახდის. ამასთან ერთად მნიშვნელოვნად გაძლიერდება სამშენებლო პროცესების მონიტორინგიც. დღეის მდგომარეობით წელს ჩვენ მუნიციპალური განმთავრების ფონდი დავაპროცესებთ 100-მდე სკოლის მშენებლობას პროექტირების შესყიდვას. მოხდა ესიდას მიერ დაწყებული 70 სკოლის გადმოცემა მუნიციპალური განმთავრების ფონდისთვის და წლის ბოლომდე 70 სკოლიდან 50 სკოლის დასრულება იგეგმება. ის სკოლები, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდება, მაქსიმალურად იქნება გამოსწორებული ინფრასტრუქტურულად, რის შესაძლებლობასაც კი მოგცემს სკოლის შენობები და ადაპტირებული თანამედროვე სწორედ მართული სასწავლო პროცესისათვის. რაც შეეხება ახალ სკოლებს, ახალი სკოლები სრულიად ახალ სტანდარტს დაგეგმავს და ეს სტანდარტი მერწმუნეთ თითით საჩვენებელი იქნება მთელი ევროპის მასშტაბით. ამას ჩვენ ერთად დავზრუნდებით უახლოეს მომავალში. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებების საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული გამოწვევების აღმოსაფხრელად აქტიურად მუშაობენ. სკოლების წარმომადგენლების და მოსწავლეების მშობლების თქმით, მათ მიმდინარე პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მინისტრის ხელშეწყობით მომდევნო წლიდან დაიწყება სკოლაში სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც თემის სახელით მადლობას მოგახსენებთ. ჩვენი სკოლის რეაბილიტაციას დაახლოებით დასჭირდება 2 წელიწადი. თემი და სასკოლო საზოგადოება ელოდება და ელოდებოდა ამ სკოლის მშენებლობას დაახლოებით 3 წელიწადზე მეტი დროის მანძილზე. ამ ეტაპზე უკვე შემდეგი ეტაპები განსაზღვრულია და ვართ სიახლეების მოლოდინში. იმედი ჩაგვესახა ბატონი რევაზი რომ გამოვიდა ტელევიზიით და მეოთხე საჯარო სკოლა ახსენა, მიგ დაიწყო ჩვენი იმედი და ანუ მუდმივ კომუნიკაციაზე ვიყავით. ვფიქრობთ რომ ისეთ ხელშია ჩვენი სკოლა რომ ალბათ ძალიან სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. ვისარგებლებ და ძალიან დიდი მადლობა მინდა მითხრა ჩვენთან მშობლებთან ერთად, ინფრასტრუქტურასთან ერთად, განათლების სამინისტრო, ქუთაისის მერია ყველა ჩართული იყო ჩვენი შვილებისთვის. ინფრასტრუქტურის სამინისტრო საჯარო სკოლების შენება რეაბილიტაციას საქართველოს მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე კი პრიორიტეტით განსაზღვრულ 322 სკოლაზე ეტაპობრივად მუშაობს. იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს წამების არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა პაატას ალიამ სტუბრებს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ბრალდებულთა მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის საგანმანათლებლო პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. ყურადღება გამახვილდა მცირე ზომის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც ეფექტიან მართვასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. მხარებმა განიხილეს პენდენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენდენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას. პროცედურის მიხედვით კომიტეტი საკუთარ დასკვნას მოამზადეს რამდენიმე თვეში, შემდეგ გამოუგზავნოს მას საქართველოს მთავრობას და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ჩვენი კომენტარები მივაწოდოთ, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს რომ შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა, რაც არის დასტური იმის რომ ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, პენტენციურ სისტემა არის გახსნილი და ყოველთვის ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს და სხვა მონიტორინგის ორგანოებს აქვთ სრული დაშვება და წვდომა პენტენციურ სისტემაზე. ევროპის საბჭოს წამების არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი კმაყოფილებას გამოთქვამს იმ შესაძლებლობისთვის, რომ შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. კომიტეტმა ახლახან დაასრულა საქართველოში არაგეგმური ვიზიტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად 2024 და 2025 წლებში განხორციელებული ბოლო ვიზიტების გაგრძელებას წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კომიტეტის
წევრებმა მოინახულეს საქართველოს არაერთი პენიტენციური დაწესებულება, ასევე რამდენიმე დროებითი მოთავსების იზოლატორი. აღნიშნული არაგეგმიური ვიზიტის ანგარიში კომიტეტის მიერ განიხილება ნოემბრის პლენარულ სხდომაზე და შემდგომ წარედგინება საქართველოს მთავრობას. კომიტეტი იმედს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და მისი რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულების თაობაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სამინისტროში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს უმასპინძლა ისინი საქართველოში პროფესიული განვითარების პროგრამის გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამას, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლიდან ახორციელებს, მიზნად ისახავს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ჩართულობის გაზრდის და გლობალური განვითარების ხელშეწყობას. დელეგაციების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებშიც იმყოფებიან, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა და სერტიფიკატები გადასცა. You have been part of something. თქვენ ერთგვარად ისტორიული ღონისძიების მონაწილენი ხართ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენს პარტნიორ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით პირველად გაუწია ორგანიზება პროფესიული განვითარების პროგრამას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის. ამ ინიციატივას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის. მისი მიზანი მნიშვნელოვანია და გაახლოვოთ საქართველოს და ავაშენოთ კავშირები ჩვენ სახელმწიფოებს, ინსტიტუტებს, საზოგადოებებს და ხალხებს შორის. ამ პროგრამის შთაგონების წყაროდ თავად საქართველოს გამოცდილება იქცა. ბოლო 3-10 წლეულის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მრავალ გამოწვევას გაუძლო ომების თუ გარდამავალ პერიოდების სახით. ამის მიუხედავად საქართველოს რეფორმების მდგრადი განვითარებისა და განახლების ერთგული დარჩა. საქართველოს მიუხედავად მცირე ზომისა თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეკონომიკის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლისა და საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრად თავის დასამკვიდრებლად. საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას. ეს არის რწმენაზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია, რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით. გვწამს, რომ სწორედ ეს არის ის გზა, რომელსაც სხვა ქვეყნებისთვის ღირებული გამოცდილების გაზიარება შეუძლია. დღის წესრიგი ძალიან დატვირთული იყო. მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი. ვფიქრობ, პროგრამა არის სიღრმისეული და მრავალფეროვანი. ბევრი რამის სწავლა და შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დანერგვა შეიძლება. ეს გამოცდილება კი საქართველოსთან უფრო მჭიდრო გამოცდილებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ეს ისეთი რამაა, რაც კიდევ უნდა განმეორდეს. საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენი პრობლემები მსგავსია. ვინაიდან საქართველოსთან ძალიან შორსაა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები, ვფიქრობ, ეს კარგი გამოცდილებაა სტუდენტებისთვის, დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის, რომ მოვიდნენ და შეისწავლონ არსებული რეალობა, გამონახონ გამოსავალი და ამ მიზნით ერთობლივი მუშაობის გზები. გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მორგის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროკურატურის უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დისტანციური სასამართლოს ხდომებისა და სასამართლოსთვის შუამდგომლობის დანართის ელექტრონული ფორმით მიწოდების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს, მოსამართლეებს და ადვოკატებს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების გაძლიერებისთვის აღნიშნული ფორმატი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადვოკატთა ასოციაციის, სასამართლოს და პროკურატურის წარმომადგენლები. განხილული იქნა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი, მათ შორის დისტანციური სასამართლოს ხდომების და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის მექანიზმები. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაზე მიღწეული იქნა საერთო შეთანხმებები, რაც საბოლოო ჯამში
საქართველოში ზრდის მართლმსაჯულების ეფექტიანობას და ხელმისაწვდომობას, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით. იხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ნაწილობრივ გარკვეული კატეგორიის ხდომების დისტანციურად გამართვა და ასევე ელექტრონული ფორმით მტკიცებულებების წარდგენა. მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრა. ისეთი საკითხები იქნა განხილული, რაც შეეხება დისტანციურ რეჟიმში ხდომის წარმართვას და შუამდგომობაზე თანდართული მასალების ელექტრონული სისტემით მოწოდებას. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის და სასამართლოს წარმომადგენელი. დასაქმების ხელშეწყობა და უფასო კურსები მოთხოვნად პროფესიებზე სილამაზის ესთეტიკისა და კულინარიულ სფეროში გადამზადების მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება. პროგრამა ახალი პროფესიის დაუფლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და ახალი უნარების შეძენას ითვალისწინებს. სასწავლო კურსები ჩატარდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროექტის დაწყებიდან დღემდე უკვე დასაქმდა 4000-მდე პირი. როგორც შეუძლიათ სამუშაოს მაძიებლებს პროგრამაში ჩართვა, მარიამ ნებიერიძე გიამბობთ. ჰობი, რომელიც პროფესიად იქცევა, პროფესია კი სტაბილური შემოსავლის წყაროდ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პროფესიული მომზადება გადამზადების უფასო კურსებზე მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს. მსურველები შეძლებენ სრულიად უფასოდ დაეუფლონ შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს სილამაზის ესთეტიკისა და კულინარიის სფეროს. მიმდინარე მიღების ფარგლებში 16 პროფესიულ კოლეჯში 38 მოკლევადიანი კურსია ხელმისაწვდომი. დღესდღეობით ბევრი აკადემია არის და ჩვენ იმით შეიძლება ვთქვათ, რომ განსხვავდებით, რომ ვაძლევთ მაქსიმალურ თეორიულ და პრაქტიკულ მუშაობის საშუალებას, რომ აქედან გასვლის შემთხვევაში აქვთ საშუალება იმისთვის, რომ დაიწყონ ეგრევე მუშაობა. სწავლა არის ძალიან კარგ დონეზე. მე მომცა იმის სითამამე, რომ თვითონ ჩემი შემექმნა ამ კურსის შემდეგ, ჩემი სალონი შემექმნა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად ფართოვდება პროგრამის მასშტაბიც. სასწავლო კურსები დედაქალაქის გარდა ჩატარდება ბათუმში, ქუთაისში, საჩხერეში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ახალციხესა და რუსთავში. კურსის რეგისტრაცია დაიწყება 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით. წარმოდგენილი არის კურსები სხვადასხვა რეგიონალურ სერვის ცენტრებში, რომელიც კარგი საშუალება არის მოქალაქეებისთვის. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამის ფარგლებში სააგენტომ 150-მდე პროფესიული კურსი დააფინანსა. მასში ჩაერთო 6000-მდე მუშაობის მაძიებელი. პროგრამის დასრულების შემდეგ კი დასაქმდა 4000-მდე პირი. კურსების პოპულარობა და განვითარება ხელშეუწყობს აქ შრომითი ბაზრის განვითარებას, განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმებას საქართველოში და რა თქმა უნდა, ეს ხელშეუწყობს იმას, რომ შრომითი მიგრაციული პროცესები ნაკლებად იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს აქ შევქმნათ დასაქმების საუკეთესო საშუალებები. მომზადება გადამზადების კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც სახელმწიფოს მიერაა აღიარებული. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გახსნილი საწარმოები, აგროსექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში იმყოფებოდა. ქობულეთის აგროსერვისის ცენტრში დავით სონღულაშვილი და ზურაბ პატარაძე ფერმერებს შეხვდნენ. ბენეფიციარებს აგრო თანადაფინანსების ვაუჩერები გადასცეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აგეგმილი პროექტები განიხილეს, ასევე გაიცნენ მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ნანკა წითელშვილი გიამბობთ. სოფლის მეურნეობის განვითარება და გამოწვევები მაღალმთიან აჭარაში. რეგიონში აგრარული განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტები დღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებთან ერთად განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიანი აჭარის პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, მათ შორის მეციტრუსეობის, მევენახეობის და მეფუტკრეობის მხარდაჭერას. ფიქრობ ის პროგრამები, რომელიც დღეს არის ჩვენს რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ფერმერებისათვის. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ 41 მილიონი ლარი არის დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი და ზუსტად პროგრამების გაფართოება არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ზუსტად მსგავსი პროგრამები ხელშეუწყობს ჩვენი ფერმერების კეთილდღეობას, ჩვენი სოფლის კეთილდღეობას, ჩვენი რეგიონის განვითარებას და ბევრ წარმატებას. მოვისმინეთ ის ხედვა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტები, რომელიც ბატონ ზურას აქვს, რა თქმა უნდა, თანხმედრაში არის ცენტრალური ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებთან და პოლიტიკასთან. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის სინქრონულად ამ მიმართულებით მუშაობა, რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას სოფლის მეურნეობის მიმართულებით პოტენციალი საკმაოდ დიდი აქვს.
წელს აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 5,000-მდე პირი სხვადასხვა სახის ტექნიკითა და ინვენტარით იქნება უზრუნველყოფილი. აგროდაფინანსების ვაუჩერები ფერმერებს წელსაც გადაეცათ. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება 5,000-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რაც გაორმაგებული რაოდენობაა დაგეგმილთან მიმართებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს შესაძლებლობა გქონდა სანერგე მეურნეობის ფარგლებში მოგვენახულებინა სხვადასხვა ტიპის ვენახისა და ხეხილის ნერგები. ასევე შესაძლებლობა გქონდა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების აქტიურად განხორციელების ფარგლებში საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მოვინახულეთ ის აქტიური ღონისძიებები, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს აჭარის მასშტაბით. ხელისუფლების წარმომადგენლები აჭარაში მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 40 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული, ხოლო შეწამლითი სამუშაოები 14 ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს გადმოგვცეს დაფინანსება, თანადაფინანსება 37,000 ლარამდე, რისიც დიდი მადლობელი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების და კარგია, რომ ასეთი თანადგობა ხდება ადგილობრივი სოფლად მეურნეობების განვითარებისათვის. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული ის პროგრამები და პროექტებია, რომელიც ფერმერების მხარდაჭერას და დარგის განვითარებას უწყობს ხელს. სტუდენტური ფესტივალი 2026-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ. დასახელდა 2026 წლის ფესტივალის საუკეთესო უნივერსიტეტი. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრმა და დედაქალაქის მერმა. მეტ დეტალს თეკლა ბესტავაშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. თეკლა გისმენთ. ერთი თვის განმავლობაში დაძაბული და საინტერესო კონკურენციის შემდეგ სტუდენტური ფესტივალი 2026 საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა. დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ მედლები და ასევე ფულადი პრიზები. დღევანდელ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განათლების მინისტრი და დედაქალაქის მერი. მათ თითოეულ მონაწილეს და გამარჯვებულს წარმატება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ისაუბრეს სტუდენტებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე. თავის მხრივ ემოციებს ვერ მალავენ გამარჯვებული სტუდენტები, ამბობენ, რომ მათთვის სტუდენტური ფესტივალი იყო ახალი გამოცდილება და კარგი შესაძლებლობა, ასევე აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია სტუდენტური ცხოვრებისთვის და სტუდენტურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს და აქტიურს ხდის. ღონისძიებების გამორჩეულად ფართო სპექტრი მოიცვა წელს სტუდფესტმა და ფართო მარათონულ გარბაში, მოხალისეობის გარბაში ჩართული იყო 2000-ზე მეტი ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ мотиваცია იყო ძალიან დიდი, ენთუზიაზმი იყო ძალიან დიდი და ამისათვის თითოეულ თქვენგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, მადლობა თითოეულ მონაწილეს, მადლობა გამარჯვებულებს მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ, თუმცა მინდა მოგილოცოთ ყველას, იმიტომ რომ ეს ისეთი ღონისძიებაა, სადაც მონაწილეობა არის უკვე გამარჯვება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხადო, რა თქმა უნდა, ორგანიზატორებს, მადლობა განათლების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს. დიდი მადლობა მინდა გადავხადო დედაქალაქის მერიას, დედაქალაქის მერს, რუსთავის მერს, ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ სტუდფესტის უკაცრავად ორგანიზებაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. სტუდენტური ფესტივალი არის სივრცე, სადაც ერთიანდება უამრავი ახალგაზრდის ნიჭი, უნარები და შემოქმედება. შესაბამისად მჯერა, რომ გამოცდილება, რომელიც ფესტივალის ფარგლებში მიიღეთ, დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში. Բոլო ურთიერთობები, რაც აქ შეიძინეთ, შეგმატებთ თანამოაზრეებს ბევრი სასიკეთო იდეის განსახორციელებლად. მე როგორც თბილისის მერი მოხარული ვარ, რომ სტუდფესტი 2026 აღმოჩნდა საოცრად მასშტაბური, რომელშიც საქართველოში მოქმედი 42 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 20,000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. წელს სტუდფესტმა მართლაც მასშტაბური, კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და მოხალისეობრივი ღონისძიებების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 20,000-ზე მეტი სტუდენტი გააერთიანა. წლევანდელი ფესტივალი ასევე გამოირჩეოდა გულშემატკივართა დიდი რაოდენობით და აქტიურობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს
პროექტის მნიშვნელობასა და ყოვლისმომცველ ხასიათს. მე გავიმარჯვე ქართულ ჭიდაობაში, გუნდურ ჩათვლაში, სპორტის უნივერსიტეტმა დაიკავა პირველი ადგილი. გახარებული ვარ, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მთავრობას, რომ ესე ხელს უწყობს მსგავსი რაღაცების ჩატარებას და მიმაჩნია, რომ მომავალშიც თუ კიდევ იქნება მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, უფრო წაადგება მომავალ თაობას და ახალგაზრდობას. მე ვარ თვითონ ანსამბლი ვეგას წარმომადგენელი. ჩვენ გავედით პირველ ადგილზე თანამედროვე ცეკვებში. ძალიან გვიხარია და ძალიან ბედნიერები ვართ ყველა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ ყველაფერში და არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვაჯილდოვა, იმიტომ რომ რავი, ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სტუდენტური ფესტივალი 2026 1 მაისს ქალაქ რუსთავში ოფიციალურად გაიხსნა. ამ დროის განმავლობაში ფესტივალში 42 უმაღლესი სასწავლებლის 20000-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული. დღეს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მისცა პირობა, რომ მათთვის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებები. მადლობა თეკლა, პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა. ეს ხოპოსტივის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, ხოლმე გემშვიდობებით, ნახვამდის.